მოგესალმებით. ჩვენ დავიწყოთ თუ შეკითხვას დაგუსავთ. განცხადება ვერ დავარქმევთ ამას. ყველამ ნახეთ ალბათ, ყველა არხზე გავიდა გუშინდელი ბრიფინგი, რომელიც გაიმართა ჩვენი პარტიის სათაო ოფისში, მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ოფისში. ბრიფინგზე იმყოფებოდა 3 ადამიანი. აქედან 2 ჩვენთვის კარგად ნაცნობია, მესამე ქალბატონი ნათია ბიცკინაშვილი, როგორც ვიცით, საერთოდ ვინ არის წარმოდგენა არ აქვს. ერთი რაღაცა გვინდა თქვათ, რომ ამ ხალხს რატომ გონიათ ის, რომ ჩვენ მაინდამაინც ვინმე გვმართავს და ვიღაცის დავალებას ვასრულებთ. ჩვენ ელემენტარულად ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩვენ გვაწუხებს ის ხალხი, ვინც ჩვენს უკან დგას. რომლებმაც იმუშავეს პარტიისთვის თვეების განმავლობაში. დაამთავრეს პირველი ეტაპის კარდაკარი, რასაც ერქვა პარტიაში, შემდეგ გააგრძელეს სააგიტაციო მუშაობა. ეს ხალხი ამდენი თვის განმავლობაში ითხოვს თავის ანაზღაურებას, რომელსაც დავპირდით ჩვენ და ჩვენ კიდე დავპირდა პარტიის ხელმძღვანელობა, გამგეობა ბატონი ზურაბ ნუღაიდელის ხელმძღვანელობით. ეხლა რატომღაც ცდილობენ, რომ ჩვენ მოგცხოვონ ჩირქი, თითქოს და ჩვენ ვიმართებით ვინმესგან, მაგრამ ეს ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. თვითონ ბატონი ზურაბ ნუღაიდელის და პარტიის მართვიდან გამოვალთ თვითონ და აქედან ვიტყვით, რომ თავიდან დამთავრდა არჩევნები და ბატონმა ზურაბ ნუღაიდელმა თვითონ დაიწყო პარტიის წევრების ლანძღვა. იბარებდა ოფისებში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს და ეკითხებოდა, აბა რომელ უბანზე რა ხდებოდა, სად უფრო კარგი შედეგი იყო, სად უფრო ნაკლები. ხა შედარებით მეტნაკლებად ყველგან რაღაცა ხდება, აქედან გამომდინარე იმ უბანზე, სადაც უფრო ნაკლები ხმების რაოდენობა იყო, გამოაცხადა მაშინვე აგენტად ეს ხალხი ყველანი. ეს რომ მორჩა ეს თემა, ამის შემდეგ თვითონ ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე გადავიდა, რომ იქ სადაც ხმები ვერ აიღო მისმა პარტიამ, როგორც თვლიდა მაშინ, რომ ეს ჩემი პარტია არის მარტო, მერე ორგანიზაციის ხელმძღვანელების ლანძღვაზე გადავიდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელების ლანძღვა დაამთავრა და გადავიდა უკვე გამგეობის წევრების ლანძღვაზე. თანდათან პარტია ზურაბ ნუღაიდელის ხასიათის გამო დატოვა ძალიან ბევრმა ადამიანმა. პირველი, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, იყო ბატონი შოთა გვენეტაძე. ამის შემდეგ მიყვნენ ბატონი ზურაბ ხუბულაშვილი, ლევან როინიშვილი, ბატონი ლადო ბოჟაძე. პარტია დატოვა 2 სარევიზიო კომისიის წევრმა, ბატონმა გია სალუქვაძემ და ლევან კუდუხაშვილმა. პარტია ასევე დატოვა პარტნიორმა ორგანიზაციამ და მისმა ხელმძღვანელმა ბატონმა ავთო დავითაიამ. ხა ეს რას ნიშნავს თვითონ პარტიაში ჩვენს გამო არ დაწყებულა რღვევა. პარტია თვითონ დაიშალა და ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ეს პარტია გადავარჩინოთ. რატომ გონია ვიღაცა სხვანაირად ნამდვილად გაუგებარია ჩვენთვის. ქალბატონ ნატო, როგორც ცნობილი არის ზურაბ თქვენი ინფორმაციით, რომელიც გვაქვს, რომ ზურაბ ნუღაიდელი გარკვეულად ცდილობს ხელი შეუშალოს 23 ნოემბერს დაგეგმილ ყრილობას. რაში გამოიხატება კონკრეტულად ეს ხელი შეშლის ფაქტები? მოგახსენებთ, რაც გაჟღერდა იმის შემდეგ დაიწყო უკვე რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან რეკვა და პირდაპირ მოსყიდვა ამ ხალხის. ოღონდ არ წახვიდეთ პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე, რომელიც დაგეგმილია და ჩვენ გადავიხდით ამ დავალიანებას. ეს ჯერ თავიდანვე დაიწყო ამ თემაზე საუბარი, მაშინ როცა ჩვენ სექტემბერში მივმართეთ ბატონ ზურაბ ნუღაიდელს, უფრო ბატონ ზურაბს არა, გამგეობის 2 წევრს, ბატონ სერგო ჯავახიძეს და ზურაბ ხუბულაშვილს. მე ამის წინაც გაჩვენეთ ეს მიმართვა, ეს იყო სექტემბერში, რომელიც რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ხელმოწერებით მივმართეთ ამ გამგეობის 2 წევრს. პარტიაში რომ არ მოხდა მაშინ სექტემბერში არ ჩატარდა ყრილობა, ეს არის ამ 2 ადამიანის დამსახურება, ბატონი სერგო ჯავახიძის და ბატონი ზურაბ ხუბულაშვილის. ეს სამი თვე ზურაბ ნუღაიდელს პარტია შეუნარჩუნა ამ 2 ადამიანის ავტორიტეტმა. ამის შემდეგ სერგო ჯავახიძე კიდევ დარჩა ბატონი ზურაბის გვერდით და ზურაბ ხუბულაშვილი კიდე წავიდა პარტიიდან.
ესეც ზურაბ ნოღაიდელის ხასიათის გამო. და ეხლა, როცა უკვე მიხვდა რომ ამ ყველაფერმა მიიღო ძალიან მწვავე სახე, გადაწყვიტა რომ თვითონ ადგილობრივად მოისყიდოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ჩემს გვერდით ისნის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითონ გეტყვით ქალბატონი სექტემბერში რა განაცხადა მასთან საუბარში ბატონმა ზურაბმა. მოგესალმებით. ეხლა რა სიტუაციაც არის სექტემბრის თვეში იყო ესეთი გაძაბული სიტუაცია. და ერთხელ კიდევ რა ხალხის სახელით გადავწყვიტეთ რომ მივსულიყავით გავესაუბრეთ რომ რას აპირებს ბოლო იხთვის ამ თანხებს არ იხდეს იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ეს ხალხი გვაწუხებდა დილიდან საღამომდე იდგნენ რომ რისთვის რისი გულისთვის გამუშავეთ გადაგვიხადეთ მე თქვენსაც ხო არ ვითხოვთ ჩვენსაც ვითხოვთ მივედი ბატონ ზურაბთან შევხვდი და პირადად მე მითხრა რომ ოღონდ გააკეთებთ ამას არანაირი ყრილობა არანაირი ესეთი ყველაფერი მოწესრიგდება 15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე მე ვიყო არა ადამიანი, არა კაცი, რაც გინდა ის მიწოდე თუ ეს თანხები მთელ საქართველოში დავალიანება მქონდეს. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ თუ დაუშვათ აი როგორც კი დაიძაბებოდა სიტუაცია ხალხი მიდიოდა პირდაპირ უკვე ჩვენი სიტყვების არც ჯეროდა რომ ეუბნებოდით რომ გადაიხდის მიდიოდა თვითონ ხალხი და როგორც გუშინ ურცხვად კობა აბდულაძე გამოვიდა და თავის მონაგონი თუ მონაჭორი თუ რა თქვა არ ვიცი აი ესე პირდაპირ ეუბნებოდა რომ თქვენ დაანებეთ ხალხს თავი ჩვენ თვითონ გავცემთ პასუხს ტყუილების მეტი არაფერი 1 მაისის თვითონ დაწყებული ჯერ ელემენტარული შუა არჩევნებზე როცა ხალხი დარბოდა და პარტიის საქმეს აკეთებდა. შუა არჩევნებზე როგორც ყოველთვის ეხლაც ესეთი ამბავი ხდება. ხალხი თავისით ჩამოდის, თავის სახსრებით. რომ ბოლო-ბოლო გაიგონ ეკუთვნით ეს თანხა თუ არ ეკუთვნით, რას ფიქრობს ეს ხალხი აბრძანდა ნოღაიდელი და წავიდა დატოვა თავის ხალხი ისევ. იგივე გააკეთა უკვე 22 მაისს შუა არჩევნებს. როდესაც დაგვიბარა და ფაქტურად ჩვენ უკვე ვიცოდით რომ ეს ხალხი მიტოვებული იყო ჩვენთან ერთად და ჩვენ ვიყავით პასუხისმგებელი ამ ხალხის წინაშე. და აი ამის მიუხედავად თქვენ საუბრობთ რომ ზურაბ ნოღაიდელი ცდილობს მოისყიდოს წევრები რათა ისინი არ დაესწრენ ამ ყრილობას. ამის მიუხედავად შედგება თუ არა ეს ყრილობა და ხომ არ ემუქრება საფრთხე ყრილობის გამართვას? არა, საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, აუცილებლად შედგება 23-ში ყრილობა და ის ხალხი ჩამოვა, თვითონ ის ხალხი ჩამოვა და გასცემს პასუხს. მე ერთი რამე მინდა თქვა, დაანებოს ზარებს თავი. დაანებოს დარკვევს აბულაძემ პირადად რაიონულ ორგანიზაციის თავმჯდომარეებს ურეკავს აგერ ბატონი არის თვითონ გაგცემთ პასუხს რომ ოღონდ არ მიხვიდეთ ყრილობაზე და გადავიხდით თანხას. ციფრს თვითონ დაასახელებენ ვის როგორ ურეკავს უბრალოდ საზღვარი არ აქვს მაგაც საქციელს. ჭადრაკის სასახლეში. შეიცვალა ადგილმდებარება. ეს ტექნიკური პრობლემები შეიქმნა თვითონ სომხური თეატრი ისეთ მოწესრიგებული არ არის იმისთვის რომ ყრილობა ჩატარდეს და ამიტომ შეიცვალა ეს მოწუხარეთ. ბატონ ზურაბს მოусმინოთ და შემდეგ რჩება ხომ 12 საათიდან დაიწყება ჭადრაკის სასახლეში დელეგატების რეგისტრაცია. ზურაბ ჯაბიძე რომ დაგირეკათ და ქონდა ადგილი მოსყიდოს კონკრეტულად მოგახსენებთ მოგესალმებით კიდევ ერთხელ კიდევ მინდა გუშინდელ ბრიფინგს თუ რაც ჩაატარეს ბატონმა კობა აბულაძემ მიზანმიმართულად გამოდის და შეგნებულად ცდილობს ჩვენი ეს გადაწყვეტილება მიღებული გადაწყვეტილება რასაც ქვია პარტიის მიგერე შეყოლების ჩადარება ამოაგვწოს კალაპოტიდან და წაიყვანოს ეს კურსი. ანუ ვიწოდებს აგენტებს, ნაცავს ვიღაცის მართვა პიროვნებებად. ბატონი კობა, როგორც ისე იურისტი ბრძანდება და მიმართავ ბატონ კობას. ბატონო კობა. ცილისამება დანაშაულია და დანაშაული შესაბამისად დასჯადია. ჩემს მეგობარს, ჩემ კიათურის რაიონის თავმჯდომარეს ბატონ როსტომ ცაცის დაურეკეს. წარმოადგენლის ახლა აგერ კიათურის წარმოადგენელი, თვითონ ბატონი როსტომი არ არის.
და ასევე იყო ჩემთანაც რამოდენიმე ზარი განხორციელებული. რომ არ მიხვიდეთ 23-ში ყრილობაზე და არავითარ შემთხვევაში არ ჩაატარებინოთ ეს ყრილობა. და ჩვენ შემოგთავაზეთ, აი თქვენ გადაგიხდით ფულს, თქვენ გაჩვენდით. ამდენი დავალიანება ისიც. კონკრეტული თანხა ჩემთვის არ დაუსახელებიათ, კონკრეტულად არა, მაგრამ იყო შემოთავაზება რაღაც ალბათ რა ვიცი. კონკრეტულად მისგან განხორციელდა უკავშირო. ობაბია. თერჯოლის რაიონი. ეკაშენ თერჯოლის რაიონი. მოგესალმებით. მე ვარ იათის რაიონის კონსულტანტი დაგმართებული. შეგეთხოთ. და შემიძლია ინფორმაციის პირველ წყაროს ტელეფონის ნომერი დაგიტოვოთ, ინფორმაცია გადაამოწმოთ კიდევ უფრო. ქალბატონი ლელა ჩახვაძისგან იყო ზარი განხორციელებული ბატონ როსტომთან და შესთავაზა ოღონდ 23-ში ხალხი არ მივიდეს, ყრილობა ჩაშალეთ და მე გადაგიხდით თანხას. საუბარი იყო სადღაც დაახლოებით 9 მილიონზე. მე არ ვიცი ეს თანხა საუბარზე რანაირად უნდა ყოფილიყო გასტუმრებული და ანალოგიური ზარები ალბათ კიდევ გაგრძელდება. იმედია ჩვენს მოხდებიან და ჩვენს აღწერა. საინტერესო. საქმე იცით რაშია? გუში მაგათი ლელა ჩახვაძე ვინ არის? ლელა ჩახვაძე გახლავთ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამჟამად ოღაიდელის ხო, ეს მასაც ვიტყვით, ქალბატონი ლელა ჩამობრძანდა თბილისში. თვითონ პირადად მე მქონდა მასთან საუბარი და ვისაუბრეთ ამ დავალიანებებთან დაკავშირებით, რა ღონეს რა ძალისხმევისთვის მიგვემართა. და თვითონ განაცხადა ჩემთან, მე ბატონ ზურაბს უნდა შევხვდე 4 შაბათს, ეს პარასკევ დღეს ხდებოდა, 1 დეკემბერს უნდა შეხვედრო და ბატონ ზურაბს შვილი გამომიგდეს ინსტიტუტიდან, იმიტომ რომ მისი დავალიანება ვერ გადავიხადე, სწავლის საფასური ვერ გადავიხადე და ეს თანხები უნდა გადამიხადოს აუცილებლად ბატონმა ზურაბმა. თუ არ გადამიხდის, მე თქვენს გვერდით დავდგები. რას ნიშნავს ახლა ბატონის ზურაბის გვერდით დგას ეთყობა, მასაც გადაუხადა თანხა ბატონმა ზურაბმა და ამიტომ დგას მის გვერდით. სხვას ვერაფერს ვერანაირი აზრი ვერ გამომაქვს აქედან. ხო, რაც შეეხება იმას, რომ გუშინდელ პრესკონფერენციაზე წარმოგვიდგინა ვინმე ნათია ბიცკინაშვილი, კახეთის წარმომადგენელი. ქალბატონი ნათია ბიცკინაშვილი ბრძანდება ქალბატონი მარინა მოლოდინის ახლობელი. მარინა მოლოდინი იცით ალბათ პარტიის გამგეობის წევრი არის და ერთ-ერთი პირველი პირია პარტიაში. ამ ქალბატონმა წამოიყვანა და დასვა პირდაპირ ტელეეთერში. ეს ქალბატონი იმისთვის რომ კახეთის სახელით გაეკეთებია განცხადება. ჩვენ გამოვიკულიეთ ეს ვინ ბრძანდებოდა ეს ქალბატონი გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან გადავამოწმეთ და ნათია ბიცკინაშვილი აღმოჩნდა სოფელ შაშიანის მაჟორიტარი დეპუტატი. დეპუტატობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნების დროს, სადაც თავი ვერ გამოიჩინა, მაინდა-მაინც 68 ხმა აიღო სულ ამ სოფელში. და ეხლა გურჯაანის და მთელი კახეთის სახელით გველაპარაკება ეს ქალბატონი, რასიები შეამოწმა, სადნახა ეს ხელმოწერები. ბატონ შმაგი გაბახაძეს, რომელიც ითვლება რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად და არის საკრებულოს წევრი ამ პარტიით, ჯერ ჩვენთვის სიები არ მოუწოდებია ადგილობრივი კონფერენციის და ხელმოწერები, რაც უნდა წარმოვადგინოთ შემდეგ ყრილობისთვის. ჯერ ჩვენთვის არ მოუწოდებია და ქალბატონმა ნათია ბიცკინაშვილმა საიდან შეამოწმა, ეს ძალიან საინტერესოა. ნამდვილად მიკვირს. ხო, რაც შეეხება იმას კობა აბულაძის გაშიფრულ სქემას. ამდენი ხნის განმავლობაში კობა აბულაძეს, რაც მე ვიცნობ პირადად, ესე თუ აზროვნებდა, ნამდვილად არ ვიცოდი რა. აღფრთოვანებული დავრჩი მისი გონებრივი შესაძლებლობებით. გუში პირდაპირ გაიცნო დაალობა რომ ჩვენ ხართ სატურის სამინისტროს აგენტები და უფრო ეს გავდება. რა თქვენი პასუხი ამაზე? შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტი ბრძანდება თვითონ ბატონი ზურაბ ნოღაიდელი თავისი გარემოცვით. ბატონმა ზურაბმა დაშალა ეს პარტია და ზუსტად ამისთვის იყო შექმნილი ოპოზიციას დაეშალა თავის დროზე. რა უქნა ეროვნულ საბჭოს? ეს ყველამ კარგად იცის. ქალბატონი ლელა ჩახვაძე ნინო ბურჯანაძის პარტიიდან წამოიყვანა იმისთვის, რომ შემდეგ მთელი ერთი თვის განმავლობაში ელანძღა ლელა ჩახვაძეს ნინო ბურჯანაძე. ამისთვის